გამარჯობა. ეთერშია ინდუსტრიული მაცნე. მე სოფო ლეთოდიანი ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაცია დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობას აგრძელებს. კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვა. რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები მანგანუმის გამამდიდრებელი ფაბრიკის სამთო ოსტატის ლალი ხარაიძის შესახებ გიამბობთ. გამოშვების დასაწყისში გაგაცნობთ კომპანია ჯორჯიან მანგანეზის გასული კვირის წარმოების მონაცემებს. გასული კვირის განმავლობაში ვარციხე ჰესის გამომუშავებულმა სიმძლავრემ 12566 მეგავატ-საათი შეადგინა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა 13367 მეგავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელმა კომბინატმა 4787 ტონა მანგანუმის კონცენტრატი აწარმოა. გასული კვირის განმავლობაში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატისგან 6371 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიიღო. კონტრაქტორმა საწარმოებმა ჯორჯიან მანგანეზ ჯამში 2181 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიაწოდეს. ფეროშენადნობთა ქარხანამ გასული კვირის განმავლობაში 2214 ტონა სილიკომანგანუმი აწარმოა. ინდუსტრიული მაცნე რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას წარმოების მონაცემების შესახებ. განვაგრძობთ გამოშვებას და გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესისა ერთ მნიშვნელოვან დეტალზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მოგეხსენებათ მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში არსებული გლობალური კრიზისის, ფოლადზე შემცირებული მოთხოვნის და შესაბამისად ჭიათურაში დაგროვილი მადნის ჭარბი მარაგების გამო მიმდინარე წლის 20 იანვარს ჯორჯიან მანგანეზმა მუშაობის სპეციალური რეჟიმი გამოაცხადა. კომპანიამ სპეციალური რეჟიმის დათქმული პირობები პირნათლად შეასრულა და 20 მაისს მუშაობის სპეციალური რეჟიმი გააუქმა. კომპანიის მენეჯმენტის ეფექტური გადაწყვეტილების შედეგად ამ დროისთვის არსებული ჭარბი მარაგები რეალიზებული იქნა საზღვარგარეთ. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს, რომ კომპანია მუშაობის სპეციალურ რეჟიმში გადასვლას არ აპირებს და მანგანუმის მადნის მოპოვების სამუშაოები ჩვეულებრივი ტემპით გაგრძელდება. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მეტალურგიულ მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს ადმინისტრაციული კორპუსის ძირითადი ნაწილი უკვე გარემონტებული და კეთილმოწყობილია. საამქროს თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობები გაუმჯობესდა. ჩვენი კორესპონდენტი გიამბობთ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინტერიერი აქვს ახლა ფეროშენადნობთა ქარხნის მეტალურგიულ მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს ადმინისტრაციული კორპუსის იმ ნაწილს, რომელიც ამ ეტაპის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში შედიოდა. რეაბილიტაციას რამდენიმე სამუშაო კაბინეტის რემონტის პარალელურად აღნიშნულ პერიმეტრზე სანიტარული კვანძებიც დაექვემდებარა. კეთილმოწყობილი უბანი საწარმოს მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ქარხნის დირექტორთან ერთად დაათვალიერეს. ვასილი გერეგას ინფორმაციით, მეტალურგიულ მოწყობილობათა შემკეთებელი საამქრო ქარხანაში ერთადერთი იყო, რომელსაც ამ დონის ადმინისტრაციული კორპუსი ამ დრომდე არ ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ისევ გაგრძელდება და რამდენიმე თვეში დასრულებულ სახეს მიიღებს. ქარხნის დირექტორმა საამქროს თანამშრომელთა მაღალ პროფესიონალიზმსა და საწარმოს წარმატებულ მუშაობაში მათ თანამონაწილეობაზეც გააკეთა აქცენტი. Здесь большая команда, 160 человек. მეტალურგიულ მოწყობილობათა შემკეთებელ საამქროში დიდი გუნდი მუშაობს. აქ 160 ადამიანია დასაქმებული. მათ და მის მმართველ სტრუქტურას არ ჰქონდა ნორმალური სამუშაო პირობები. და ჩვენ გავხსენით ახალი კეთილმოწყობილი სამუშაო კაბინეტები, თუმცა ის მხოლოდ ნახევარია ამ დაწესებულების. ჩვენ ამ პროექტის გაგრძელებას ვაპირებთ. ადრე აქ სასადილო იყო, ჩვენ ის გავაუქმეთ, რადგან სასადილოები პირველ და მეოთხე საამქროში მოვაწყვეთ. მოხარული ვარ, რომ ამ საამქროში მუშაობენ ძლიერი სპეციალისტები, რომლებიც საწარმოში
სივრცეში მიმდინარე ყველა ტიპის გადაიარაღებაში აქტიურად მონაწილეობენ. ძალიან მომწონს ეს საამქრო. შესანიშნავი კოლექტივია, კვალიფიციური ოსტატები მუშაობენ, რომლებიც ახალ სიცოცხლეს ზენენ ყველაფერს და სამუშაო პროცესების გამართული მუშაობის უზრუნველყოფაში აქტიურად მონაწილეობენ. ვისურვებთ, რომ აქ მომუშავეებმა უკეთესად შეძლონ დაკისრებული მოვალეობის შესრულება. ადმინისტრაციული კორპუსის გარემონტებულ ფარჩში ძირითადად საამქროს მმართველი სტრუქტურა განთავსდება, რომელმაც 4-ვე უბნისა და გამსვლელი ბრიგადების კოორდინირებული და გეგმაზომიერად გამართული საწარმოო ციკლი უნდა არეგულიროს. დეტალურგიულ მოწყობილობათა შემკეთებელ საამქროში გვყავს 160 თანამშრომელი. დღესდღეობით რამოდენიმე წელიწადი ქარხის დაარსებიდან ჩვენი საამქრო მუშაობს ძველ შენობანაგებობაში და დღესდღეობით როგორც უყურებთ გავაკეთეთ ქარხის დირექციის თანადგომით გავაკეთეთ ახალი კაბინეტები, 2 ახალი კაბინეტი, სველი წერტილები, გასაკეთებელი გვაქვს 5 ოთახი კიდევ შემდგომში. მეტალურგიულ მოწყობილობათა შემკეთებელი საამქროს ადმინისტრაციული კორპუსის ნაწილის რეაბილიტაციაზე ფეროშენადობთა ქარხნის სარემონტო სამსახურმა იმუშავა. პროექტი, როგორც უკვე იყო აღნიშნული, გაგრძელებას ექვემდებარება, რომლის რეალიზების შემთხვევაშიც საწარმოს ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაითქმება. კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაცია მუდმივად მუშაობს დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე და მის სრულყოფაზე. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. ყოველწლიური კალენდრისათვის ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონისა და ჭიათურის მასშტაბით უკვე მესამე წელია ატარებს ბავშვთა ნახატების კონკურსს. კონკურსში წელს მონაწილეობა 200-ზე მეტმა ნამუშევარმა მიიღო. გამარჯვებულ ბავშვებს ელენე ახვლედიანის ბავშვთა ნახატების გალერეაში უმასპინძლეს და საჩუქრები გადასცეს. დეტალები ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. ელენე ახვლედიანის ბავშვთა ნახატების გალერეაში ჯორჯიან მანგანეზის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე ბავშვთა ნახატების გამოფენა მოეწყო. ყოველწლიური კალენდრისათვის ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონისა და ჭიათურის მასშტაბით უკვე მესამე წელია ბავშვთა ნახატების კონკურსს ატარებს. კონკურსში წელს მონაწილეობა 200-ზე მეტმა ნამუშევარმა მიიღო. ჯორჯიან მანგანეზმა წელს უკვე მესამე ჩაატარა ბავშვთა ნახატების კონკურსი კორპორატიული კალენდრის გამოსაცემად. წლევანდელი კონკურსის თემა იყო ბავშვები და მოზარდები უმცროსი მეგობრების დასაცავად. ნელ-ნელა ნახატების თემატიკა გამოვიდა ინდუსტრიული თემატიკიდან, რომელიც წინა წლებში უფრო დომინირებდა და ვიხილეთ ბავშვებს უფრო მეტი თავისუფალი თემა ჰქონდათ. წლევანდელ წელს კიდევ სიახლე გვაქვს ჩვენ ნახატების გამოფენა მოვაწყეთ ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეაში და გამარჯვებული წელს გამოვლინდა 2 ბავშვი, რომელმაც მთავარი პრიზი აიღო პლანშეტი და სმარტფონი. ყოველწლიური კალენდრისათვის საკონკურსო ნამუშევრებიდან 13 საუკეთესო შეირჩა, რომელთაგან ერთი რჩეული ნახატი კალენდრის ყდაზე დაიბეჭდება. თეკლა გაჩეჩილაძე ერთ-ერთია 13 საუკეთესო ავტორს შორის. ძალიან დიდი მადლობა, რომ გადმოვეცით ესეთი საჩუქრები და ძალიან გახარებული ვარ. კონკურსში გამარჯვებულ ყველა ბავშვს საჩუქრები გადასცეს. ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეისგან სახატავი ნაკრები და სამახსოვრო დიპლომები. მთავარი კრიტერიუმი ნამუშევრების არჩევის იყო ის, რომ პირველ რიგში რა თქმა უნდა თემისთვის ეპასუხა და მეორე რომ არ ყოფილიყო უფროსის ჩარევა ბავშვის ნამუშევარში. აი ეს იყო ის ძირითადი, რის მიხედვითაც შეირჩა ის 12 ბავშვი, რომელიც დღეს ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გამოფენილი. 2 მონაწილეს ზემოთ აღნიშნული საჩუქრების გარდა პლანშეტი და სმარტფონი უსახსოვრეს. მე მოხარული ვარ, რომ კონკურსის ასეთი მაღალი აქტივობა ფიქსირდება წლიდან წლამდე და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც მიიღებენ ჭიათურის და ზესტაფონის სკოლის მოსწავლეები ჩვენ კონკურსში მონაწილეობას. ყველას დიდ მადლობას გადავხდი კომპანიის სახელით. ხატვის ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის აღნიშნული კონკურსი საინტერესოა და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. განვაგრძობთ გამოშვებას და გაგაცნობთ ერთ განცხადებას. შეპესე ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი აცხადებს მიწისქვეშა სამუშაოებისთვის სარეზერვო კადრების შესარჩევ შიდა და გარე კონკურს შემდეგ პოზიციებზე. ბურღავი, ამფეთქებელი, მებიგე, ელექტრომექანიკოსი, ტვირთავი მანქანის მემანქანე.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, სტაჟირებას. წარმატებულ კანდიდატებს მიეცემათ მიწისქვეშა მოპოვების უბნებზე დასაქმების შესაძლებლობა. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმების სამსახურს მისამართზე. ჭიათურა, ძმები დეკანოზიშვილების ქუჩა, ნომერი 1, მეორე სართული, ან დარეკეთ ნომერზე 577 23 53 34. დღეს რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები მანგანუმის გამამდიდრებელი ფაბრიკის სამთო ოსტატს ლალი ხარაიძეს გაგაცნობთ. ლალი ხარაიძე ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მუშაობს. ვრცლად ჩვენი კორესპონდენტის სიუჟეტში. აქ 2004 წელს ჯერ კიდევ სტუდენტი პრაქტიკაზე მოვიდა. პროფესიით სამთო გამამდიდრებელი ლალი ხარაიძე მანგანუმის გამამდიდრებელ ეგრეთ წოდებულ პეროფის ქარხანაში შტატში მალევე ჩასვეს და წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2009 წლიდან კი სამთო ოსტატის მოვალეობას ასრულებს. სამთო გამამდიდრებელი ვარ, ესე დამთავრებული, ძალიან რთულია. ქალისთვის ნამდვილად რთულია, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემი რაც მევალება, ჩემი ვალდებულება შევასრულო პირნათლად. პირველ რიგში, როდესაც განწეს ვიძლევი, მაგაზია საუბარი, რომ უნდა შემოწმდეს დანადგარები, დაწყილი ელექტროლად, ყველანაირად უნდა იყოს ის მზადყოფნაში და შემოწმებული. როდესაც აქ ლალი მოვიდა, ჩვენ აქ დავხვდით 4 ქალი მუშაობდით ამ ქარხანაში. ლალი ჩვენ ხელში გაიზარდა, სტუდენტი ბავშვი იყო, როცა აქ მოვიდა. თავიდან კიდეც შეგვეშინდა ესე სუსტი და ფიორა გოგო იყო, რომ თავს ვერ გაართმევდა აქ მუშაობას მეგონა, მაგრამ ყველაფერი წარშინებულად, ყველაფერი კარგად, ჩვენი თანადგომით, თავისი აქტიურობით, თავისი ყოჩაღობით, ყველაფერი კარგად მოაწესრიგა. პირველი, რასაც სამთო ოსტატი აკეთებს, ექსპლუატაციის ცვლაზე განაწესის გაცემაა. შემდეგ მისი მითითებების შესაბამისად, ყველა თანამშრომელი დანადგართან საკუთარ ადგილს იკავებს. ლალის კომპეტენციაში ქარხანაში მომუშავე ყველა დანადგარის გამართულად მუშაობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში რაიმე შეფერხების დროს საჭირო ზომების ყისიერად მიღება შედის. ის უშუალოდ ადევნებს თვალს მანგანუმის გამდიდრების პროცესს და მიღებული კონცენტრატის ხარისხს. ნედლეული გვეწოდება მწერეთლის მაღაროდან, შემოდის საბაგირო გზით, გვაქვს მიმღები ბუნკერები, რომელშიდაც თავსდება ეს ნედლეული, შემდეგ იწყება ნედლეულის დამუშავება, დამტვრევა, გააცხრილვა და მე შემდეგ უკვე გარეცხვა, რომ პროდუქტი მივიღოთ ნედლეულიდან კონცენტრატამდე. უკვე მუშაობთ ხარისხზე, რომელიც ირეცხება სალეგ დაზგებზე და უღებულობთ კონცენტრატს ხარისხით ყველაზე მცირე 38. ნამდვილად კარგი კოლექტივი გვაქვს, ერთიანი გუნდი ვართ, რაც მთავარია. არა მაქვს პრობლემები არანაირი, არც მამაკაცებთან, არც ქალებთან, ძალიან მეგობრულად, ყველანაირად ვცდილობ, რომ კარგ ურთიერთობაში ვიყო და აი ჩვენი მეგობრული ურთიერთობით გავიტანოთ და ვიმუშაოთ ისე, რომ არ გქონდეს რამე პრობლემები. საქმის პროფესიონალი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით და საჭირო გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარით, ასე გვიხასიათებენ ლალის სამსახურში. მე არ მახსენდება არც ერთი არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც მას მიიღოს. ყოველთვის ღებულობს სწორ გადაწყვეტილებებს, ყოველთვის ღებულობს ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს. ეს რთული სამუშაო აქვს და არის ხოლმე შეფერხებები, ისეთი რომ ჭირდება სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღება და ის ყოველთვის აკეთებს ამას. არის ნამდვილი პროფესიონალი თავის საქმის და უყვარს მთელ კოლექტივს, გამორჩეულია მართლა ყველასგან, ჩვენიერი პიროვნება არის და მე უსურვებ საქართველოს, რომ ასეთი პიროვნებები ბევრი ყავდეს და ბევრი იყოს საქართველოში. ნამდვილად კარგი სახელი სარგებლობს კლიანად კოლექტივში. დილას განწესი უნდა გაცეს აუცილებლად, უნდა განაწილოს ხალხი თავის სამუშაოს ადგილების მეშვეობით, შტატების მეშვეობით დანადგარებზე. შემდგომ მუშაობის პროცესში ყურადღება უნდა მიაქციეს, გაუწიოს ექსპლუატაციას, კონტროლი. ახალგაზრდა სამთოელს ეამაყება, რომ თავადაცაა ჩართული იმდით სამრეწველო პროცესში, რომელიც ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მიმდინარეობს. საკუთარი საქმე ძალიან უყვარს და მიაჩნია, რომ პროფესიის სიყვარულის გარეშე მოვალეობის პირნათლად შესრულება შეუძლებელია.
იმდენად რთული პროფესიაა, რომ აქ რომ არ იცოდე და არ გიყვარდეს, უბრალოდ ვერ იმუშავებ, იმიტომ რომ ჩვენ აქ ძირითადად გვაქვს, რაც ყველაზე მთავარი და აუცილებელია, ხარისხთან გვაქვს საქმე, უნდა შეიქმნას პროდუქცია მითითებით, როგორც მოგვწევენ მითითებას, ამ წუთში ვრეცხავთ 38%-იანს და ამიტომ ეს ისეთი დავალება აქ არ გინდოდეს და არ იცოდე, ვერ იმუშავებ. ჭიათურა არის მრეწველობის ქალაქი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ მეც ამ პროცესში ვარ ჩართული და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას უგრძნობ, რა თქმა უნდა და მოხარული ვარ, რა ვიცი, სიამოვნებს, რომ მეც ერთ-ერთი წვლილი შემაქვს მეც ამ მოწარმოებაში. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ სახლში მიდის, სადაც შვილები 8 წლის საბა და 4 წლის თეკლა ხვდებიან. საბა დედის მოსვლამდე გაკვეთილებს ამზადებს და ცდილობს, ვიდრე მამა სახლში არაა, დედას შრომა შეუმსუბუქოს. ამიტომ სხვადასხვა საოჯახო საქმეშიც ეხმარება. განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უმცროს დასეპყრობა, თუმცა გაკვეთილების მომზადება მისთვის უმთავრესია. უნდა პოლიციელი გახდეს. მაგრამ სახლში რომ არ არის დედიკოს ვეხმარების მაღაზიაში მე მივდივარ და წყალიც მე მომაქვს სახლში და დროდადაკოსაც მე ვული და ჩემს ძალიან უყვარვართ ორივე და ვცდილობს რომ ყველაფერი კარგად გქონდეს და კარგი ოჯახიც გქონდეს. იმდენ გამოვიდა პოლიციელის რომ ისინი ეხმარებიან ადამიანებს. ჩემი სამუშაოდან გამომდინარე ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო და გადასარევი დედა ვარ თქო, მაგრამ როგორც ვახერხებ, ვცდილობ ყველანაირად რომ ხელი შეუწყო ჩემ შვილებს ერთადერთი რაც მინდა და რისი სურვილიც მაქვს და რისთვისაც ვიბძვით, მთავარია რომ ისწავლონ. წლების წინ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარი ცხოვრება მის თანამშრომელს ადამი ყიფშიძეს დაუკავშირა. ახლა ისინი თეკლას და საბას ზრდიან. მუშაობდა ისიც ქარხანაში, მაშინ მუშაობდა ბუნკერის ჩამჩეხად. მე ვიყავი სტუდენტი და მივედი სამუშაოდ, მუშაობდი სალექი დაზგის მემანქანედ. 2005 წლის აპრილში უკვე დაოჯახდით, მუშაობს თბილისში ამჟამად. სამსახური და ბავშვები ეს უკვე ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი დის დახმარებით რაღაც ვართმევთ თავს ჯერჯერობით. როცა მეორე წლაში ვარ, მაშინ დილით ვდგები. სადღაც 7-დან 8 ნახევრამდე, რომ მოვამზადო ბავშვები სკოლისთვის. 9-ის ნახევარზე გადის უფროსი სკოლაში მიდის უკვე თავისით. 9-დან გოგო მიმყავს ბაღში. შემდეგ მოვდივარ სახლში ისევ ბრუნდები, რა თქმა უნდა ბავშვებისთვის უნდა მოვაწესრიგო სადილი, სახლი. სახლში დიასახლისის მთელი ყურადღება პატარების აღზრდასა და საოჯახო საქმეებისკენაა მიმართული. პროფესიით სამთო გამამდიდრებელი ლალი ხარაიძის დილა ადრიანად იწყება. შვილების სკოლასა და ბაღში წასასვლელად უნდა მოამზადოს, რის შემდეგაც პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად მანგანუმის გამამდიდრებელ ქარხანაში მიდის. ინდუსტრიული მაცნეს შემდეგ გამოშვებებში კვლავ გაეცნობით საინტერესო ადამიანების პროფესიულ და პიროვნულ შტრიხებს. ეს იყო გადაცემა ინდუსტრიული მაცნე. გემშვიდობებით ერთი კვირით. მომავალ შეხვედრამდე.